გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი. დღეს ამ გადაცემას უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან კი ველოდებით თქვენ სატელეფონო ზარებს ნომერზე 557 88 55 ობიექტივი იღებს უამრავ წერილს სოციალური ქსელების მეშვეობით, სადაც ჩვენი მაყურებლები და რადიო მსმენელები გთხოვენ ყურადღება გავამახვილოთ უსამართლო ჯარიმებზე, რომელიც სხვადასხვა სფეროში ვლინდება და გთხოვენ მაყურებლები და რადიო მსმენელები საეთერო დრო დაუთმოთ ამას, გავაკეთოთ გადაცემები, ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს სწორედ ამ მიმართულებაზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც ძალიან პრობლემატურია, ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული უსამართლო ჯარიმები, რაც საკმაოდ მასიური გახდა განსაკუთრებით დედაქალაქში და ასობით თუ ათასობით მძღოლი აპროტესტებს ამ ჯარიმებს, რაც უსამართლოდ არის მათ მიმართ გამოწერილი. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრებთ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ სხვადასხვა ტიპის ჯარიმებზე, რაც ხშირ შემთხვევაში მოკლებულია სამართლიანობას, ან იქნებ სამართლიანიც არის, ვისაც ასეთი ჯარიმა აქვს მიღებული, შეუძლია ბრძანოს ამის შესახებ პირდაპირ ეთერში, არ უნდა გამოგრჩეს საბანკო პროცენტები, რაც ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებით ხშირად არის გამოწერილი და ამ ჯარიმების ოდენობა ძალიან მაღალია, შესაბამისად ამას ვერ უმკლავდებიან მოქალაქეები. საინტერესოა ისიც, რომ დასაქმებულებს საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ჯარიმები უწესდებათ უსამართლოდ სამსახურებში, ეს მაღაზიათა ქსელებში იქნება, აპტეკო ქსელებში თუ სხვაგან და სხვაგან და უსამართლოდ დაჯარიმებულები არიან საკმაოდ ბევრი ავტოტრანსპორტში, მგზავრობის პროცესში, როდესაც მათ პრაქტიკულად არ აძლევენ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ბილეთის აღების შესაძლებლობას და ატოვებინებენ სატრანსპორტო საშუალებას სრულებით მოულოდნელად. გარდა ამისა, სხვა ბევრ საჯარიმო მიმართულებასთან ერთად ჩვენ ვსვამთ გადაცემაში ძალიან ზოგად შეკითხვას, ყველაზე ხშირად, ყველაზე მეტად, რომელ სფეროში გაქვთ შეხება უსამართლობასთან. ამ თემებთან დაკავშირებით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ნომერზე 557 ალბათ კარგად ახსოვს თითოეულ ქართველს თუ რა დიდი ბრძოლა მოგვიწია ჩვენ კომპანია City Park-თან, რომელიც გამორჩეული იყო თავისი უსამართლო ჯარიმებით და ობიექტივის ბრძოლა ამ კომპანიის წინააღმდეგ იყო ძალიან მასშტაბური, არაერთი სასამართლო დავა წამოვიწყეთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეების სახელით City Park-თან, თუმცა დღეს ახალი კომპანია, შედარებით ახალი, ბუნებრივია და უკვე ახალს ვეღარ უწოდებთ კომპანიას, რომელიც 12 წელზე მეტია ოპერირებს, არანაკლებად უსამართლოდ იქცევა. ჩვენ იმედი გვქონდა 2012 წლის შემდეგ, რომ უსამართლობები დასრულდებოდა ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში. მოხდა თუ არა ეს ასე? თუ გრძელდება იგივე სახის და ზოგჯერ უფრო მძიმე დარღვევებიც კი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ვიმეორებ. პირველი ზარია გადაცემაში, გისმენთ ყურადღებით. დაიწყეთ საუბარი, ტელევიზორის ხმა უნდა გამორთოთ აუცილებლად და მე მესაუბროთ ტელეფონში. გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ. ხო, გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია თქვენ რო ხედავთ. მადლობა. ხედავთ მიხარია, იმიტომ რომ მართლა სიმართლე გიყვარდა ასე. ახლა ამის თემაზე თქვენ რო თქვით. ჯარიმები 50-40-ზე ვარ მე ჩემი აზრით 50%, მაგრამ უფრო მეტად მე რო ვიყო რაც ვიტყოდი ახლა არ გეწყინოთ და არ გამორთოთ თქვენი ჯარიმე ძალიან გთხოვთ არ გამორთოთ მე რო ვიყო ჯარიმას აკეთებენ და იმიტომ რომ ისინი აშავებენ ისინი დაშავება საქართველოს წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველოს უნდა უყვარდეს ყველას ქართულ ხალხს ხოსორია ჩემო რა თქმა უნდა საქართველოს ყველას უნდა უყვარდეს ყველას უყვარდეს და ყველა უნდა გავაკეთოთ სიკეთე საქართველოსთვის მე რო ვიყო მაგალითად ჯარიმას არ ვიცემი დავაჯედი 100%-იანი 6 თვიანი 6 თვეზე დავაჯედი ისე დააშავებთ რას ამბობთ რატომ კი მაგრამ აი მომისმინე ახლა არის მე უყურებ ყოველთვის ამას სროულობენ, ცებს უკიდებენ,
ბენზინსაც ხამენ. თქვენ როგორც ჩანს, კარგად ვერ გაიგეთ ბატონო, ჩვენი საუბრის თემა, ჩვენ საუბრობთ ავტომანქანების დაჯარიმებაზე უსამართლოდ, რომელიც პარკირების გამო არიან დაჯარიმებული, მოქალაქეებზე, რომელიც ტრანსპორტით მგზავრობენ, პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე და სხვა. მათ შორის გნებავთ, აი თქვენ ახლა აქციის თემა წამოჭერით და აქციაზეც რომ სტუდენტებს 5000 ლარს უწერენ, ესეც სამართლიანია თუ არა? კი ბატონო. აქციას გებედი მე ვერ გავიგე და ბოდიში და აი მანქანებზე კი სწორია ჯარიმა არა ჯარიმაზე მე ვთქვი 50. დიახ. კეთილი, დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. 5000 ლარიანი ჯარიმებია გამოწერილი, აი ბატონმა წამოწია ეს თემა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აქციაზე გზა გადაკეტეს. ბევრია ცოტა რას ფიქრობთ ამაზეც გნებავთ, მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დღეს იქნება პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმები, რაც ძალიან აწუხებთ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს. ისინი ჩვენ წერილებს გვიგზავნიან და არაერთი ასეთი წერილი მიიღო ობიექტივმა. რა სფეროებში აწყდებით ყველაზე მეტად უსამართლობას? ეს იქნება ზოგადი შეკითხვა ყველა ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. გისმენთ? გამარჯობა. მაინტერესებს აი ახლა სატრანსპორტო საშუალებებზეა ლაპარაკი. 250 ლარიანი ტალონი რო გაქვს ერთი წლიანი. ხო და უბრალოდ თქვა ახლა ასაკში ვარ. და ავედი და თქო დამავიწყდა. ხან ორჯერ სამჯერაც ვაზეთ, იმიტომ ერთი გზიდან მანამ ბოლომდე მივა 1.5 უნდა. ხო და ჩავედი და ვეკითხები იმას, კაი ვეთი გადახდილია, მაგრამ აი თქო დამავიწყდა ასაკში ვარ, ხო? მაგრამ ხო მაქვს ეს ერთი წლის ნაყიდი. რატოღა უნდა დაგაჯარიმო მაინც, იმიტომ რომ არ არის დაფიქსირებულიო. ეს ერთი წელი ხო მაქვს უფლებარებია, რომ ესე ულიმიტოა ხომ ეს ბარათი იქ ალბათ რომ ერთ წლიანი. ულიმიტოა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ რამდენი მგზავრი დადის. ეხლა რაში მაინტერესებს ასაკში ვთქვათ მავიწყდება, ხო? მანამ გადიხარ, იმიტომ რომ ერთი წერტილიდან მანამ რამდენი ხო 3 საათი ნახევარი და 2 საათი უნდა და მოვიწყდება იმ მომენტში, არა და 20 გადახტო უფასოა დღეში. დიახ. და 20 არ დავდივარ, მივდივარ. კაი, დიდი მადლობა, ქალბატონო, ჩვენ წერილები მივიღეთ როგორც გითხარით, არაერთი და ერთ-ერთი ჩვენი ავტორი წერილის აქვს, წერს რომ საკუთარ სახლთან ვაჩერებ ავტომანქანას და ყველა მეზობელი ასე იქცევა და ძალიან ხშირად მოდიან და გვიწერენ ჯარიმას ამასთან დაკავშირებით გააკეთეთ გადაცემაო, წერს ზარის ავტორი, უბრალოდ წერილის ავტორი. თბილისი არის ისეთი ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი ვიწრო ქუჩაა, სადაც მოქალაქეებს ბუნებრივია საკუთარი ავტომანქანის დაყენება უწევთ ტროტუართან და ამ შემთხვევაში თუ კი ოდნავ ავტომანქანა გადასულია გზის სავალ ნაწილზე, თუნდაც 1 სანტიმეტრითაც კი, ამ შემთხვევაში ჯარიმებს უწერენ მოქალაქეებს, ავტომანქანების მძღოლებს. რამდენად მაღალია ჯარიმები თქვენთვის თუ ყოფილა თქვათ შემთხვევა, თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც უსამართლოდ დაგაჯარიმეს, აი ეს იქნება დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი მიმართულება და შეკითხვა. ბუნებრივია არ გამოვტოვებთ და არ გამოგრჩება ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმები, ამ შემთხვევაში თუ აწყდებით უსამართლობას და აგრეთვე მგზავრების დაჯარიმება, განსაკუთრებით მიკროავტობუსებიდან ხდება, აი პირდაპირ მოქალაქის გადმოსმა შუა ქუჩაში. ის არის თუ არა კანონიერი და სწორი გზა, როდესაც შეიძლება მოქალაქეს მართლაც დაავიწყდეს, ხანდახან ბევრი მოქალაქე ერთად ადის ტრანსპორტში, ვერ ახერხებ უცებ რომ მიადო მოულოდნელად ამ აპარატს ბარათი და შეიძლება რაღაც წამებით გამოგრჩეს აღება ბილეთის, მაგრამ თუ კი კონტროლიორი ამ დროს გამოჩნდა, შეიძლება გადმოგსვათ ავტოტრანსპორტიდან ვიმეორებ. არც კი მოგცემენ უფლებას რომ ბილეთი აიღოთ მაშინ. ზარია, გამარჯობა. ალო. მოგესალმებით. ალო. ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. ალო, მისმენ? გისმენთ, დიახ. მისმენ? ვემშვიდობებით ზარის ავტორს, არ არის კავშირი როგორც ჩანს, 557 88 55 88. ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. ვსაუბრობთ უსამართლო ჯარიმებზე.
რაც გამოწერილია საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ეს კომპანია თბილისის მერიის უფრო მეტად მკაცრი და უფრო მეტად სასტიკია, ვიდრე City Park-ი იყო და ფაქტია ისიც, რომ ჯარიმებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სახელმწიფო მოდით ზარი მივიღოთ და შემდეგ განვაგრძობ. გამარჯობა. გისმენთ? ალო, გამარჯობა ილია. გამარჯობა. ჩემთვის აქ დაწერილი ჯარიმა. არა, ეს ძველი ჯარიმაზეა ლაპარაკი ავტობუსის კონტროლიერებს. დიახ. უსი ერთი გუჩვილი პასუხისათლო, მეორე ისა მიყავდა თავისი და აიღო ბარათი. და იმან დაუპარახელი კონტროლიერმა. ეს გეუბნეს აი სოლადიური ავტობუსები რა დადიოდა მაშინდეს. დაუწერა ჯარიმა პოლიჭალაში და მითითებული იყო ბარათზე კოსტავას 4 ნომერი. როცა ბავშვები კოსტავაზე არ ცხობდნენ იმ დღეს. დიახ. გავასაჩივრე აკეთე და 75 ლარამდე აუყვალეს. არ ვიხდი რა, თუ სამუშაო დაიწყო ბავშვმა, მაგ შემთხვევაში შეიძლება ჩამოვაჭრა. დიახ. და ეს მანქანებს კიდე მე უცხოვრობ ქვემო-პოლიჭალაში. შუღრიშანია რა, ჩემი აკეთიკით რა. ნუ გაჩერებას რა თქმა უნდა. მოდივარ ტრაზა ეს დღეს ახალ გამცილებელს მოვყავდი, შუა გზაზე ვიყავ გადმოსული. უცხოა მეტადონია რაღაცა ისინი დგანან, მე მოვდივარ ტრაზაზე. მანქანა მეც არ მყავს, რაზეა საუბარი, ჩემი შვილიც დადის მოძრაობს, მაგრამ მაქსიმალურად ისე ახლოს ვაყენებ, შედევდა რომ კარებს ვერ გააღებ. ნუ ხარ დავდო გასავლელი და ეს უცხო. აჭერებს ტრასაზე, ის რამის არის სავარგლზე დავდივარ. ეს ორია, არ ესეთი კი უნდა დააჯარიმონ, მაგრამ უაზრო პარკირებებზე და იმებზე უკვე ცოტა ხალხი რა მართლა. დიდი მადლობა. ბიუჯეტები გაზარდონ. დიახ, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ასეთი მკაცრი მიდგომა მოქალაქეების მიმართ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სრულებით განუსჯელობას პოლიტიკურ სფეროში, თუ კი პოლიტიკოსი დააშავებს, მილიონებს მოიპარავს და სახლში წაიღებს, მას ეს თავისუფლად შერჩება, ამ დროს მოქალაქეს შეიძლება 20 ლარიანი ჯარიმის გადახდა თუ დაავიწყდა, სახლი გაუყიდონ და დაუყადაღონ მთელი ქონება. თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მოქალაქეებს ზარცვავენ, ამ დროს მოქალაქეს მცირედი დარღვევის გამო ან ხშირ შემთხვევაში დარღვევის არარსებობის გარეშე უწერენ ძალიან მაღალ ჯარიმებს და ამ ჯარიმებს ყოველდღიურად უფრო ზრდიან. ეს სამართლიანია? და ჩვენი ზოგადი კითხვა დღეს ასეთია, ყველაზე ხშირად რომელ სფეროში აწყდებით უსამართლობას? ზარია გადაცემაში. გისმენთ? დაიწყეთ საუბარი. არის მის თქვენი ხმა გადაცემაში, ტელევიზორს ხმა უნდა დაუწიოთ, ეს ჩვენი თხოვნაა, უბრალოდ გამოურთოთ ხმა ბოლომდე. სახელმწიფო მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს არ უნდა უყურებდეს ინსტრუმენტს, როგორც ბიუჯეტის შესავსები რაღაც ინსტრუმენტი არ უნდა ეგონოს მოქალაქე. უნდა იყოს სამართლიანი მიდგომები თანაბრად ყველას მიმართ და ჩვენ ვიმეორებ, ბევრი მოქალაქე გვწერს პარკირებასთან დაკავშირებულ უსამართლო ჯარიმებთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო იქნება დღეს თუ დაგვიკავშირდებიან მძღოლები, რამდენად ხშირად გაქვთ შეხება ასეთ საკითხებთან და ასეთ უსამართლობასთან, გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ეთერს უსმენენ და მათი შესაბამისი სამსახურები უსმენენ ამ ტელევიზიის ყველა გადაცემას. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? ტელევიზორს უნდა გამოურთოთ ხმა ეს ჩვენი თხოვნა, სხვა შემთხვევაში კომუნიკაცია ვერ შედგება. გავთიშოთ ეს ზარი 557 88 55 88, როგორც კი გამოვა ზარი ჩვენს ნომერზე, რაც მითითებულია ეკრანზე, მაშინვე გამოურთეთ ხმა ტელევიზორს. სხვა შემთხვევაში გაგითიშავთ. იმიტომ რომ ხარვეზები იქნება. მოგესალმებით, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა, ობიექტივი გისმენთ? გამარჯობა თქვენოცვალე. გისმენთ, ქალბატონო. ისა. მე არა ვარ ძალიან ხშირად თქვენი ტელევიზორის თქვენი გადაცემის მომსმენი, მაგრამ გესმით ჩემი ხმა? ისმის თქვენი ხმა, კარგად ისმის. ხო, მაგრამ ახლა როცა ვისმე და ეხლაც უყურებ რა თქმა უნდა, სულ რეკავს ჩემი ხმის ადამიანები. მე გახლავთ 70 წლის ქალბატონი.
სულ ჩემი ხრის ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს დიდი საბჭოთა კავშირის წლები და ახალგაზრდა არავინ არ ზეკავს. ძალიან გთხოვთ, მოუწოდეთ ახალგაზრდებს, თქვენს ძვირფასო ჟურნალისტებს, ძალიან სიამოვნებს თქვენი ხმის გაგონება ხოლმე. ხო და ჯერ ყველაფერი გადადებით გვერდზე, ხედავთ რა დღეშია საქართველო. გადაარჩინეთ საქართველო და ყველაფერს მოევლება მერე. ჩემი რწმენა ასეთია. ხედავთ რა დღეშია და თქვენც ასევე მოუწოდეთ, გადით სხვებთან ერთად, ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელი და გადაარჩინეთ. ხო ხედავთ რამდენი პრობლემებზე აწუხებთ ამ ხალხს. ჯერ იყო და ამ ხელფასები რატო აქვთ პარლამენტარებსო? მე ახლა ცუდად ხო ხედავთ რომ ყველაფერი ამ საწყალ ხალხზე გადადის. ამიტომ გთხოვთ რომ ასე მოიქცეთ თუ ღებულობთ თქვენ ხალხის რჩევას და იმიტომ გაქვთ ეზარები ხალხიდან. მადლობა ქალბატონო თქვენ რომ დაგვიკავშირდით და თქვენი მოსაზრება და რჩევა გამოთქვით. მე მინდა გითხრათ რომ მიამაყება თუ კი ამ გადაცემაში უფროსი თაობის ადამიანები უფრო ხშირად რეკავენ, იმიტომ რომ მათ დიდი გამოცდილება აქვთ და მათი შეფასებები და ანალიზი უფრო მეტად არის საინტერესო. თუმცა აქვე ისიც უნდა გითხრათ რომ ახალგაზრდა თაობა დღეს ტელევიზორს აქტიურად არ ადევნებს თვალყურს, უფრო მეტად დაკავებული არიან აი მობილურით, სოციალური ქსელებით და სხვადასხვა ტელევიზორს ახალგაზრდა თაობა ძალიან იშვიათად ადევნებს თვალყურს, ამიტომ კი ბატონო, მოვუწოდებდი მათაც რომ შემოგვიერთდნენ გადაცემაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი აზრი, ვინც თვალყურს ადევნებს ობიექტივს და საერთოდ ტელევიზორს. მორიგი ზარია, ან რადიოში გვისმენთ, ჩვენ ხომ რადიოშიც მაუწყებლობთ. გამარჯობა, დაიწყეთ. გამარჯობა უქრო. დიახ. ალო. გისმენთ? გესმით ჩემი ხმა? კარგად ისმის, განაგრძეთ, დაიწყეთ. აი ახლა ზივარ და უყურებ ტელევიზორს და მეცინება რა, უბრალოდ, აი უბრალოდ მეცინება. გუშინ გავაჩერე პატრული და შევამოწმებინე ჩემი მეთქი რამე ხვარი და დანიშნულება. და რა მითხეს აპრილშიო. დიახ. გესმით? დიახ. ხო, აპრილშიო პარტიის ისაგაკო გადასახდელიო, ნუ თუ აპრილიდან აი ამ წლამდე არც ერთხელ ვერ დარეკეს, მარც მისიჯი მოდის არც არაფერი რა. რა სამართლს როგორ შეიძლება? უნდა გაცნობონ ყველა შემთხვევაში ვალდებულება აქვს. ეგეთი შეგაჩვენო თუ შეიძლება. აი ახლა დავრეკე გაკრას დაასრულებოში თუ სადღაცა მომწეს ტელეფონი, ვრეკავ არავინ არ იღებს ტელეფონს. აი, ნუ ამიხსენით თქვენ მე რა. 180 ლარიმა გადასახდელი რა. შარშანდელი და წელს გაახსენეთ ახლა რა. რამდენი ლარიანი იყო ჯარიმა თავდაპირველად? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. პროსო პატარ საპატრულოში შევეკითხე და 180 ლარი გადასახდელიო პარკინგისაო რა. ნუ აი არ ვიცი რა პირდაპირ რა. დიახ. დიდი მადლობა, აი კიდევ ერთი უსამართლობის შესახებ გვაცნობა ბატონმა, ის დაჯარიმდა და ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდა უბრალოდ. ეს ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, ასე შეიძლება ადამიანს სახლი გაუყიდონ და დაუყადაღონ ყველანაირი ქონება, 20 ლარიანი ან 50 ლარიანი ან მეტი ჯარიმის გამო. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. დღეს გადაცემაში ვსაუბრობთ უსამართლო ჯარიმებზე, არა მხოლოდ ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება საბანკო ჯარიმები, ეს იქნება მგზავრებისთვის უსამართლოდ დაწესებული ჯარიმები. თუ კი აწყდებით ასეთ და სხვა ფაქტებს, ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით ღია ეთერში და მოდით მივაწვდინოთ ერთად ხმა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით და ჩვენი წერილების ავტორების თქმით, რაც მოგვდის სოციალური ქსელებით, ძალიან ხშირ შემთხვევაში მოქმედებენ კანონის დარღვევით და უსამართლოდ. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ? არის. გამარჯობა. დიახ. ალო. ეთერში ხართ, როგორც გითხარით, გისმენთ? რა მაგიცი, ტრანსპორტ მიგივარ, ავტობუსის მძღოლი ვიყავ 20 წელიწადი. გისმენთ ბატონო, ეთერში ხართ, მესამედ გიმეორებთ. ხო, 20 წელიწადი ავტობუსის მძღოლი ვიყავ, ტრანსპორტ მიგივარ. მანქანა როგორც ჩემი ნაგდი პროფესია ეგაა და
რაშია საქმე, იცი? დიახ. როცა მანქანა ტეხასმოთას გადის, CO არ აქვს 1000%-იანი. რატომ რა უფლება მაქვს მე რომ გზავს თქვა დაუჩერო მეორე რიგში და ჩამოვსვა. და პირველ რიგში რა მოდიოდეს ტრანსპორტი თქვა ავტობუსი ან მარშრუტკა და იმან დაწყეს ეს ხო არასწორია რა. ეგ ერთი და მეორე სამხელა ძალიან დიდი ჯარიმაა რა ეს თქვა რომ აი თქვა რომ შევედი ბასლაინსო ეძახია. დიახ. და ეს ხო არასწორია ეს 100 ლარიანი რა ამბავი არ შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს ასე ვთქვათ იმის ნახევარი მაინც იყო რომ ესე იგი არ შეიძლება როგორც ტრანსპორტნიკმა მე გზავს გაუჩირო მეორე რიგში და პირიქით მოხდეს არასწორი გაჩერება ის ჩემთვის როგორც პირველ კლასის მძღოლისთვის აი რაში ვარ დამნაშავე რომ ეს 100 ლარიანი ჯარიმა ვთქვათ ხანდახან ისეთნაირად მეტყვის რა გამიჩერეო ადამიანი რო ესე იგი ზულებული ხდები რომ გავაჩერო შუარა რიგში ხო ეგ არასწორია გეთანხმებით ტრანსპორტი ავტობუსზე ნამუშევარი კაცი დიდი მადლობა გეთანხმებით თამაში ძალიან ბევრი ასეთი უსამართლობა ხდება სამწუხაროდ და ეს უნდა მოგვარდეს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორი დიდი ბრძოლა გქონდა City Park-თან ვიმეორებ რომელიც ასე უსამართლოდ მოქმედებდა მაგრამ დღეს რაღაც უარესი კომპანია მივიღეთ თქვენ ავტობუსის ზოლი ახსენეთ და ამ ავტობუსების ზოლში საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც პრივილეგიებით არ სარგებლობენ იქ არ აქვთ გადაადგილების უფლება მაგრამ პრივილეგირებულ ჯგუფებს მოქალაქეების ეს იქნებიან პოლიტიკოსები, ეს იქნებიან სხვადასხვა ბიზნესის თუ არაერთი სხვა სფეროს წარმომადგენლები, ვისაც ფინანსური მაღალი შესაძლებლობები აქვთ, ეს ავტობუსის ხაზი, სადაც გადაადგილება არ შეიძლება სხვებისთვის, მათთვის დაშვებულია და ძალიან კარგად დაქრიან და მოძრაობენ ამ სივრცეში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უსამართლოა მიდგომები. დღეს ინტერაქტივში ვსვამთ შეკითხვას ყველაზე ხშირად რომელ სფეროში გაქვთ შეხება უსამართლობასთან და აქვე ყურადღებას ვამახვილებთ ჯარიმებზე, რაც გამოვლენილია სხვადასხვა სფეროში, პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმებია სისტემური და მასიური უსამართლო ჯარიმები, როდესაც საკუთარ სახლთან, საკუთარი სახლის წინ გაჩერებულ ავტომანქანას აჯარიმებენ მოქალაქეების. დილით ჩამოივლის ეს წარმომადგენელი მერიის და აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, რომელიც თავის სახლის წინ მანქანას აჩერებს, აჯარიმებს. ნუ თუ ეს სწორია და ეს შეიძლება ასე ხდებოდეს. რაღაც გეგმა აქვთ მიცემული ის ბრიგითი ადამიანებიც ამბობენ, რომ ჩვენც არ გვსიამოვნებს, არ მოგწონს, რომ ასე გვიწევს მოქმედება, მაგრამ დავალება გვაქვს. ნუ თუ შეიძლება, რომ სახელმწიფო ვალდებულს ხდიდეს თავის დასაქმებულს, რომ დააჯარიმოს სხვა მოქალაქე უსამართლოდ. გეგმის შესრულებისთვის. და ადამიანებს უყურებენ ინსტრუმენტად ბიუჯეტის შევსებისა. ასე უნდა ხდებოდა ეს? მოგესალმებით, მორიგი ზარია. თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ალო, ეთერში ხართ, გისმენთ? ისმის ჩემი ხმა. თქვენი ხმა ისმის, დაიწყეთ გთხოვთ საუბარი. ალო, სხვა თემაზე შეიძლება? კარგით, ნუ არ ისმის თქვენ არ გესმით ჩემი და ასე როგორ შეიძლება შედგეს კომუნიკაცია 557 88 55 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვითხრათ იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც ყველაზე ხშირად აწყდებით, დარღვევები და უსამართლობები გვაქვს მხედველობაში ამ სფეროში, რაც ჯარიმებს უკავშირდება და არა მარტო. ჩვენ ხედავთ არაერთ ჯარიმას ბანკების მიერ დაწესებულს, ასობით მილიონს შოულობენ ბანკები ამ ჯარიმებიდან, რომელიც ვადაგადაცილებულ სასხებს უკავშირდება, ლომბარდები აჯარიმებენ დაუნდობლად ადამიანებს უბილეთოდ მგზავრობისთვის და ხშირ შემთხვევაში არც ეკუთვნით ისეთია ეს ჯარიმები დასაქმებულებისთვის არის დაწესებული ჯარიმები თუ კი ვთქვათ
რაღაც დარღვევა მოხდა, ან დარღვევა არ მოხდა, ისეც უწესებენ ჯარიმას, ვინმე თუ რაღაც მოიპარა მაღაზიაში, დასაქმებელს ახდევინებენ. უამრავი უსამართლობა. გისმენთ, გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ერთი რამე გასარკვევი ყველაფერი ენაცვალი ძალიან კარგი საკითხი. მადლობა. მადლობა. კალაძემ რო გადააბოტა მთლიან თბილისზე და გენაცვალი. და ისინი შუქნიშნები თავის ხოშია დაყენებული და ზოლები თავის ხოშია დაყენებული და გინდა არ გინდა მე 80 წლიდან გენაცვალი 80 კი არა 74 წლიდან მანქანაზე ვზივარ და ეგეთი საშინელი მოძრაობა და ესეთი საშინელი ქვეყანა არ მინახე რაც აქ არის ეს კალაძის პროგრამა მოსაშორებელი ან მაგან რაც საწოლი შემაეტარა თავის წოლზე რო გააფორმა გენაცვალი და მარტო საწოლი ფიქრობს რომ თავის საწოლი გაასაღოს და ფული გააკეთოს მაგის გულიზე უნდა მიხედოთ ყველაფერს დიახ მადლობა ახლა პრინციპში ბევრი დრო აღარ დარჩა თვითმმართველობის არჩევნებამდე და ყველამ ალბათ არჩევნებზე უნდა გადაწყვიტოს ვის მისცემს ხმას და უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხები რაზეც ჩვენ ყველა გადაცემაში ვსაუბრობთ ის ღერძი კი არ უნდა განაპირობებდეს ხმის მიცემას რაც პარტიას ექნება პროპაგანდისტული მიზნით გამოტანილი არჩევნების წინ ახლა თვითმმართველობის არჩევნების წინ იტყვიან რომ ჩვენ თუ არა ჭირი გაჩნდება ქვეყანაში და ჩვენ მოგვეცით ხმა ახალს მოიგონებენ და გადაფარავენ დაგვავიწყებენ ყველა იმ პრობლემას რაც ყოველ ჩვენს ცხოვრებაშია და არ შეიძლება ასე არ არის ეს სწორი და სამართლიანი ჩვენი ცხოვრება თუ ყოველდღე უკან მიდის ყველაფერში თუ უსამართლობას ვაწყდებით იმის გამო რომ პროპაგანდისტული მესიჯები დავიჯეროთ და აი ჩვენ თუ არა ჭირი იქნება ამის გამო ვაძლევდეთ მუდმივად ხმას ხელისუფლებებს ეს ჩვენი დანაშაულია ბოლოს ჩვენი მოქალაქეების რა თქმა უნდა სააკაშვილის რეჟიმს ჩვენ მთელი 9 წლის განმავლობაში ვაწამებინეთ და ვაკოლევინეთ ქართველი ახალგაზრდობა ჩვენვე მოქალაქეებმა იცით ყოველთვის გადაბრალება ხელისუფლებებისთვის არ არის სწორი ძალიან კარგად მიდიოდა ხალხი და აძლევდა იმ სააკაშვილს ხმას მთელი 9 წლის განმავლობაში ამ დოზით ვერ გააყალბებდა სააკაშვილი კი აყალბებდნენ, მაგრამ ასეთი მასშტაბური დოზით ვერა და დღესაც ასეა. ჩვენს მიერ ხელდასმულია ეს ქართული ოცნება, რომელიც აი ჩვენვე გვიბრუნდება და ამ უსამართლობებს გვიკეთებს მერე. ზარია ეთერში, გისმენთ. ალო. მოგესალმებით, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობა. მე ერთი ასეთი საკითხი მაქვს. ჩემი ცხოვრება გადაბარატარებული მაქვს ტრანსპორტში. დიახ. ხო და აი ესეთი რაღაცა არის. მე მესმის ახლა იმ დღოლებისა რომ დიდია ჯარიმა რაღაც არის მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთი რაღაცა რომ თითოეული არასწორად გაჩერებული მანქანა საფრთხეს უქმნის ფეხით მესიარულეს სადაც არ უნდა იყოს ის ამიტომ კეთილი იოდებონ ზღოდებმა და იარონ როგორც წესია ისე საკუთარი სახლის წინ გაჩერებული მანქანა ვის უქმნის საფრთხეს? არა, ეგ საკუთარი სახლის წინ არ არის, თუ საკუთარი ქუჩაში გაჩერებულია, საკუთარ სახლზე ზოა. თბილისის ძველუბნებში სად უნდა წაიყვანოს ადამიანმა მანქანა, ვიცით როგორი ვიწრო უბნებია, აქ როგორ უნდა ვიმოქმედოთ? როგორ ახლა მანქანაზე ვიფიქროთ, მძღოლზე და ფეხით მოსიარულზე არ ვიფიქროთ? ახლა მე ბათუმიდან ვრეკავ, მე გეუბნები, სასიზღვრობაა ბათუმში რაც არის. გაჩერებაზე ვერ გაჩერებულ ხარ ავტობუსის გაჩერებაზე კაცი რომ ნორმალურად დაედოთ ავტობუსს გავსვეთებული მანქანები ვინჩი არ არის მასე ბათუმიდან რომ რეკავთ მეც გეთანხმებით სხვათა შორის ბათუმში ძალიან საშიშ ვითარებასთან გვაქვს ხშირად საქმე ისე მოძრაობენ მძღოლები ბათუმში ხშირად კი ბატონო გასაგებია მაგრამ სულ ახლა რომ ვინც რო გამოდის ახლა და თვითონებს ყველაზე მეტი დამრღვევია ის ძღოლი მე 30 წელი მაქვს გათარებული შოფრებთან მძღოლებთან და ვიცი რა ხდება არა თქვენ არ იცნობთ როგორ ჩანს სპეციფიკურ პრობლემებს რაც თბილისშია 68 წლის კაცი ვარ ხლად მძღოლებთან მაქვს გათარებული ჩემი ცხოვრება ნუ როგორ შეიძლება ახლა 20000 30000 კაცი საუბრობდეს იმაზე რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარო საკუთარ სახლთან გაჩერებული მანქანა გაჩერებულო ამ და ახლა ამის წინა გამოსვლელი რომ
ძალაუნებურად თუ გაუჩერე მეორეზე უჩერე რა უფლება გაქვს შენ მე რა გაჩერებს არ გაქვს შენ უფლება გაჩერების უნდა გააგზელო და წახვიდე კეთილი შეკითხვა მაქვს სხვადასხვა სფეროში გამოწერილ ჯარიმებსაც ვეხებით ჩვენ გადაცემაში, როგორც არის საბანკო ჯარიმები, უბილეთოდ მგზავრობისთვის, მგზავრობები, დასაქმებულთა უფლებები, ლომბარდების და სხვადასხვა სფეროში გამოწერილი ეს ჯარიმები. რამდენად სამართლიანია ეს და ყველაზე ხშირად რომელ სფეროში აწყდებით თქვენ უსამართლობას? ერთ რაღაცას გეტყვი, პირადად მე 110 ლარის მაგივრად გადახდილი მაქვს თბილისში გაჩერებაზე 3100 ლარი თუ 3200 აღარ მახსოვს. 10 ლარიანი ჯარიმებით. 11 ლარიან ჯარიმაში ამდენი გადავიხადე, მაგრამ ღირსი ვიყავი და გადავიხადე. რომ არ შეიძლება იქ გაჩერებაზე რატომ აჩერებ? ჩემმა შვილმა გააჩერა და 3200 გადავიხადე, მაგრამ ახლა ერთ რაღაცას გეტყვი, ვინც ეს ხტირებს, ჩემის ჩათვლით. იქ წერია ყველაფერი ოჯახაშენებულო არა 99.9 არ კითხულობს ამას. არავინ არ გიწაიკითხე, გაწყვს უაწერე ხელი არ გაწყვს წადი რა ვინგეუბნება, ვინგეხვეწება. კეთილი. ავტობუსის ჯარიმა აღიღო. კეთილი, ასე შემოგიბრუნებთ შეკითხვას. ასე შემოგიბრუნებთ შეკითხვას. თქვენ ქვეყანაში არანაირ პრობლემას და არანაირ უსამართლობას არაფერში არ ხედავთ, ყველაფერი მიდის როგორ არა, როგორ გეკადრებათ, როგორ არ ხედავ. მაშინ გითხარით რომელიმე საინტერესო იქნება. ავდივარ, მე ვეტერანი კაცი ვარ და ვსარგებლობ საქალაქო ტრანსპორტით. ავდივარ საქალაქო ტრანსპორტში და გეუბნები ყველაფერს, ბათუმზე გელაპარაკები, სხვა არ ვიცი. 200 კაციდან 3 თუ გააჩხაკუნებს აპარატს, დამთავრდა ან 4-ია, მაქსიმუმ 5. დანარჩენი მგზავრობს უბილეთოდ. არავინ არ ფიქრობს, რომ ის მძღოლი, რომელიც დადის დილიდან იმ სასწაულებში, იმ მოძრაობას მithumetes ბათუმში, რომ 2 კაპიტლის ღებულობს იმისათვის, რომ სახში მიიტანოს. გამომუშავებით არ იღებენ მძღოლები ხელფას. ყველაზე იაფია საქართველოში. ბათუმზე იაფი მგზავრობა არც არ არის. ასეთი ადამიანი ბილეთს რო არ აიღებს, ის უნდა დააჯარიმო, აბა რა უნდა ხდა კაცო. კეთილი, მადლობა თქვენს არისთვის. ნეტა თქვენსავით ფიქრობდეს მთელი ქვეყანა და ასე ვარდისფერი სათვალით უყურებდეს სამყაროს. არაფერში და არსად დარღვევა და პრობლემა არ არის თქვენი შეხედულებით, უბრალოდ დარღვევა არის, მაგრამ პრობლემა არ არსებობს არსად. ყველაფერი სამართლიანია, რაც მოქალაქეების მიმართ ხდება ამ ქვეყანაში, მათ შორის ალბათ საბანკო პროცენტებიც სამართლიანია, რადგან ხელშეკრულებაში ასე წერია, ფასებიც სამართლიანია ალბათ, რადგან დახლებზე მითითებულია მათი ღირებულება. არ ვიცი რა გიპასუხოთ. კარგია, ბედნიერია ადამიანი, ვინც პრობლემას ვერასდროს ვერ ხედავს და ალბათ ვისურვებდი რომ ჩვენც ასე ვიყოთ და საერთოდ არ არსებობდეს პრობლემა, ამას უფრო მეტად ვისურვებდი. გამარჯობა, გისმენთ? ჰალო. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. საყვარელო. მე ვარ ტაქსის მძღოლი. დიახ. ხოლო აი მომიწია ეხას მოწვი. ხოლო ნუ ჩერდებით, განაგრძეთ და თქვენს ხმას ნუ უსმენთ ტელევიზორში, ტელეფონში მელაპარაკეთ. დიახ. ხოლო მე ეხას მოწვი აღმოაჩნდა ჩემ მანქანას ცეო. დიახ. გამოუერთეთ ამ ტელევიზორს ხმა, გემუდარებით, გამოუერთეთ, დავიტანჯე, არ მესმის არაფერი. გამოუერთეთ ტელევიზორს ხმა, რომ ასეთი რთულია. ახლა გამოწვლი. მილედი ხელოსანთან ვაკეთებ. აღმოფხვრით ცეოს, მაგრამ ხვალიდან ჩამიხსნიან ტაქსის ლიცენზიას გადამახტევენ 40 ლარსო და აღვადგინო ლიცენზია 40 ლარი უნდა გადავხადო. არ მართიან, იმას კი განცლიან, რა ქვია. ერთს განძლევენ, მაგრამ ლიცენზიას რატომ ეხსენ? თუ საკუთარია გაწოლა, ერთი დღის გამო უნდა გადავხადო 40 ლარი ერთი და 4 ლარი მევარ. დიახ. რატომ? გეთანხმებით. მადლობა თქვენ ჩემო ბატონო ზარისთვის. 2-388-105 უпроსტად 5-5-7-88-55 ეს ნომერი გვაქვს დროებით.
აქვე უნდა ვისაუბროთ იმ ფაქტზეც, რომ აქციებზე გზის გადაკეტვისთვის მოქალაქეებს 5,000 ლარიან ჯარიმას უწერენ და ეს გახდა მასიური. პრემიერ-მინისტრმა სიხარულით თქვა, რომ ჩვენ მერე რა მოხდაო ამ ხალხის მიერ შემოტანილი ფულითო ბიუჯეტს ვავსებთო. სწორია ასეთი მიდგომა მოქალაქეების მიმართ, რომ მათ უყურებდე ინსტრუმენტად ბიუჯეტის შევსების. ასეთი უნდა იყოს დღეს სამართალი. ვსაუბრობთ პარკირებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე, პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე, სასამართლოში ჯარიმებზე, საბანკო თუ სალომბარდე ჯარიმებზე უსამართლოდ, უბილეთოდ მგზავრობის დროს გამოწერილ ჯარიმებზე და სხვადასხვა მიმართულებებზე, აგრეთვე ხაზი თავისუფალი ახლა, თუმცა უკვე ზარია, გისმენთ, გამარჯობა. აიო, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. ილია, ერთი თამა პრეზიდენტიაცავით. დიდუბის ხიდს რო გამოდიხარ. დიდუბის ხიდს რო გადმოდიხარ, მიკროავტობუსია თუ ავტობუსია ნიშნელი არა. გამიგე? დიახ. გადმოდიხარ, მარცხენა ზოლზე უნდა გადმოხვიდე. ორა სამ ზოლ ტოვები იქით. ორა როცა აინტება, არ ეტევა გაჩერებაზე ავტობუსი, მიკროავტობუსი ერთად. არ ეტევია. ორა მე იჯულებული ვარ, გადავიდე ამის გულიზე დამაჯარიმონ ეს არის სამართალი თუ არა მითხარი. გეთანხმებით, ეს არ არის სამართლიანი ნამდვილად. მადლობა თქვენ ზარისთვის. არჩევნების წინ ხდება ასეთი მანიპულაცია, რომ ჯარიმების გამოწერის მაჩვენებლები მცირდება, ანუ ძალიან ცოტა ჯარიმას წერენ მერიის წარმომადგენლები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. დასრულდება არჩევნები ხოლმე? გაათმაგებული და გაასმაგებული დოზით ამოაქვთ უკვე კვლავ ჯარიმებით თანხა ადამიანების ჯიბიდან. როგორც ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას, არის კონკრეტული გეგმა დაწესებული, როგორც მერიის თანამშრომლებისთვის, ვინც აი ამ ჯარიმებს წერენ, აგრეთვე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა მიმართულებით სასამართლო ყოველდღიურად უამრავ ჯარიმას გამოსწერს ხოლმე ადამიანებისთვის, რამდენად მაღალია ეს ჯარიმები, რამდენად სამართლიანია. გარკვეულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, სამართლიანია და ჯარიმები უნდა არსებობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რომ უსამართლოა, აი ეს გვაწუხებს, რა თქმა უნდა, ჩვენ. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, უჯარიმოთ ჩვენი ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობა წარმოუდგენელია ჯარიმა, ეს აუცილებელი მდგომარეობა. უბრალოდ ჯარიმა უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ მდგომარეობას ქვეყანაში. არამარა ჯარიმების არტო და შეფასები იგივე დათო ეს არავიანურია, რაღაცა აიჭდება ფარგლებში და რაც შეეხება სამართლიანობას და უსამართლობას, რა თქმა უნდა, სამშობლო კონტექსტ სამართლობას საქართველოს იქნებოდა როგორც სამართლო. სონებულმა გომელაურმა კარგად თქვა ეს ლექსი არჩევნებთან ჯონდოდა აუსულავდა. ამ ქალაქში რა ვიცი, ყველაფერი მოსმენია უყურებთ და ჩემი აზრით რა ვიცი, ეს აზრი მაქვს დაბადებული გონებაში, რომ ეს თავარი ვინც არიან, გინდა პრემიერი, გინდა მერი, გინდა ეს შეიძლება როგორც ქვეყნის ნაკრების ტრენერი ყავს დაქირავებული, ეს დავიძირავთ ვინმე უცხო ქვეყნიდან რომ არავინ არ არის თავის პლანი, თავისი ინტერესების გატარება ესეც და მოესახუროს ქვეყანას და მოესახუროს ადამიანი იყოს პრიორიტეტი. ეს უნდა ხდებოდეს და არა ასე ჯარიმებით და ჯარიმას რაც ერთი შემთხვევა მქონდა ესეთი ახლა ტელეფონით ყველას არგებდეთ მაგას ვერავინ გამოიწვევს საჭესთან იქნებოდა თუ დაგიქნება ტელეფონით დღეს ესეთი რაღაცა შეჩერებულ მდგომარეობაში ვიყავი და უბრალოდ უყურებდი რაღაცა მესიჯის ტექსტს გვერდომეებდა შეგვიდა და ამომიყენა პატრონმა და რო შევხედე რაღაცა ისეთი სახით შევხედე კვალები არ მოეწონა და ამის გამო დამწერა ჯარიმა რომ ჩვენ ტელეფონით სარგებლობდი ხა წელში ყველას უდიო ტელეფონი არ მიცავს ხისიმანძიზე ხაჭისთან ტელეფონი არავის არ უჭერს ეს დიდი მადლობა თქვენ. მაგრამ ესეა თუ ესე არის
ნამდვილად უსამართლოა გეთანხმებით, რომ შეჩერებულ მდგომარეობაში ტელეფონის გამოყენებისთვის საჯარიმებენ ადამიანს. ტელეფონის გამოყენება არ შეიძლება მგზავრობის პროცესში, თორემ გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი თუ ტელეფონს დაიჭერს ხელში, ეს კანონით დარღვევად არ ითვლება. ყველაზე ხშირად რომელ სფეროში გაქვთ შეხება უსამართლობასთან, ეს დღეს ინტერაქტივის თემაა 557 88 55 88, ეს კი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. აქ რა შეიძლება საქმე? პირველ რიგში ის არის, რომ ქალაქში ისეთაირად არის გახაზული, რომ არ გააკეთო, რა შეიძლება ეგეთი არ არსებობს რა. აქ თავისებური მახია ჩადებული. მაგრამ არის ერთი პროექტი, რომელიც პროექტით გაურკვეველია მთელი ქალაქის ხალხისთვის. როგორ არ გადაიტანეს რკინიგზა ქალაქ გარეთ, ხო? თითქოს დაგვირდნენ რომ აპირებდნენ. როგორ გაიმუქდებოდა ქალაქ ეხლა წარმოგვიდგენია ყველას, ხო? ხო, დაბაზე არის ის არაფერი. საერთოდ რა ხდება მაგ სფეროში? ვიღაცა ფული მოიპარა თუ არ მოიპარა თუ ასმის ქალაქმა რა დააშალა. დიახ. თვითონ ესე იგი დახაზულობიდან რაღაც ადგილებს შეიძლება მიეცა. მაგრამ არის ადგილები, რომელი ადგილები ცეცხლი ხარ მე ტაქსი მღოლია და ვიცი რასაც ვიძახი, იმიტომ რომ ზავს რომ გიწერია რომ უნდა დაელოდო, იქ ფიზიკურად ვერ გაჩერდება. კიდე ჯარი გამოგდის. გამიგეთ? ხო, ნუ ჩვენ სამუშაოში თავისებურად ხელი გვეჭვლება. ეხლა მაგრამ ჩვენ სამუშაო ხო არ არის? თუნდაც ქალაქია ისეთაა დაკავშირებული. აქ არ ვიცი, ეს ჯერკიბი არ არის, როიწვიან დიდი მოძრაობა. აი ისე ეს კორპუსები ეს რომ მიალაგეს და მიალაგეს ასეთ რაიმად. ისე ეს კორპუსები თუ ვიღაცა ხელოვანებიან ჩამოვიდეს აქტივში. მე ნახეთ ამბავი იქნება საერთოდ ვერ გავიძრევით ამ თემაში. დიდი მადლობა. ამიტომ ისე რომ დაანანსეს რომ სტადიონი უნდა ავაშენოს 70000 ადგილო, მაგ სტადიონის აღებას აი რკინიგზის გადატანა მეგონი უფრო უკეთესი იქნებოდა ქალაქში. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ბატონოს არისთვის. მოკითხვა ტაქსის მძღოლებს ჩვენ ობიექტივის წამყვანები ჟურნალისტები, როდესაც ტაქსით მგზავრობთ, ყოველთვის დიდი სითბო და ყურადღება გვხვდება მათი მხრიდან რადიოში FM 105-სა და 1-ზე ხშირად გვისმენენ და ხმაზეც კი გვცნობენ. ეს არის საოცრება და მადლობა მათ ამ ერთგულებისთვის, ტაქსის მძღოლებს მიუმართავ და არა მარტო მათ, მოკითხვა და პატივისცემა ყველას. ხელისუფლება ჩვენ დაგვპირდა, რომ რკინიგზას გადაიტანდა ქალაქ გარეთ, ეს არ შესრულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ იმასაც დაგვპირდნენ, რომ მეტრო საერთოდ რუსთავამდე ჩავიდოდა, მაგრამ ესეც კი ჰაერში დარჩა. კიდევ რამდენი დაპირება იყო ახალი აეროპორტი, სტადიონი, ახლა შენდება თუ არა, ესეც სათუოა და უამრავი რაღაც გრანდიოზული გეგმა წარმოგვიდგინეს და შემდეგ გაქრა ეს ყველაფერი, ისე გაუჩინარდა დღის წესრიგიდან, თითქოს აქ არაფერიო. მორიგი ზარია გადაცემაში, ობიექტივი გისმენთ. ალო. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. მე ვარ 59 წლის. დიახ. სოციალურად დაუცველი და მომიხსნეს ეს სოციალური. ამ რამოდენიმე წლის წინ, 1-3 წლის წინ სოციალური ქონდა მეცხრა ჩემ დასაც და მგზავრობდით ტრანსპორტით. და ვინაიდან ახლა მცირე იყო ეს სოციალური დახმარება 60 ლარი იყო. ხო და ეს ჩემ ბარათზე არ აღმოჩნდა თანხა გარკვეული და ვისარგებლე ჩემი დის ბარათით მასაც სოციალური ჰქონდა და იმ ბარათით გამოვიარე მეტროს სადგურში. გამაჩერა კონტროლიორმა და ვანახე ჩემი ბარათის და ჩემი დისაც. ხო და გამბლოკა ეს ბარათი 1 წლით, ჩემი დის ბარათი. ხო და ესეთი რამე შეიძლება როცა წაუყენე 1 წლით, წარმოგიდგენიათ, ჯერ 6 თვე იყო და მე 1 წლით დამიბლოკა და როცა უკმაყოფილება გამოვთქვი და მიმართა რომ მეთქი ეს რა მნიშვნელობა აქვს ჩემ დასაც სოციალური აქვს და მეც მეთქი და არო გეთხოვა სხვისთვისო და სხვა გაგატარებდაო და აი რა ლოგიკა ერთი აი რა კანონები აქვს რომელ სიზმარში ნახულობენ ამ კანონებს არ ვიცი რა ეხლა მომისნეს ეს სოციალურიც აღარც დამყავს აღარ ძმამყავს
მარტო ხელა ვარ სოციალური მომიხსნეს მოდიან სახში და მეუბნებიან რამდენი კვადრატია ბლოკით აშენებული არ ვიცი რა პროგრამა აქვს რითი ითვლიან ამ ქულებს პირველ გამოსამართლოა ეს პროგრამა ჩვენ ამაზე არაერთი გადაცემა მოგვიმზადებია არაერთი გადაცემა ხო არ ვიცი რაც უფრო ესე იგი ღარიბები ადამიანი უფრო გიხსნიან და მე ესეთი სამეჯლება მრჩება რომ დარიგებულები არიან იმიტომ რომ აგენტი მოვიდა მანქანით ახალი ავტომობილით და ისაო რაც მეც გაუქმება იმასო პრემია მექნება მე ეს არ მოგენილი არ ვიცი ესეთი რამე როგორ შეიძლება რა ესენი ხალხზე ნადირობენ ხალხზე პირაზრულა მადლობა თქვენ ზარისთვის კი გეთანხმებით და ჩვენ ისიც ვიცით რომ გეგმებია დაწესებული პატრულისთვის ამ ჯარიმების სხვა სამსახურებისთვის და ასე შემდეგ გეგმა უნდა შესრულდეს და რაც თქვენ ბძანეთ ჩემო ბატონო ახლა საშინელებაა ეს და ყოვლად მიუღებელი ასეთი სიმკაცრე და ასეთი უსამართლო დამოკიდებულება ასეთი მკაცრები რომ იყვნენ იმ მსხვილი ბიზნესმენებისთვის მაღაზიათა ქსელებისთვის აფთიაქებისთვის ბანკებისთვის რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ კანონსაც არღვევენ ყოველგვარ მორალურ თუ ადამიანურ პრინციპებსაც ასეთი მკაცრი რო იყვნენ წინა თუ მოქმედი ხელისუფლების ჩინოვნიკების მიმართ, რომლებმაც მოიპარეს მილიონები ქართველი ხალხის ჯიბიდან და წაიღეს სახლში, ეს ქვეყანა იქნებოდა აშენებული აქამდე. დააბრუნებინონ ყველას ის მილიონები, რომლებიც წაიღეს და აღარ მოუწევთ მერე სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის ბარათის ჩამორთმევა ერთი წლით, ან დახმარების იმ ელემენტარული ძალიან დაბალი დახმარების ჩამორთმევა. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? მე მისმენთ ბატონო. თქვენ გისმენთ ბატონო, დიახ, ეთერში ხართ. კეთილი, განდევით, კეთილი ბატონო ილია. მე უპირველეს ყოვლისა რამინდა მოგახსენოთ. ხალხის საყურადღებოდ ვამბობ, ხალხის საყურადღებოდ. თქვენ წინაშე დიდი მადლობა და დიდი განათლებული პიროვნება. მადლობა თქვენ. ძალიან დეგრადირებული ყავს ხალხი, ძალიან. აი ისე მწყდება გული, ისე ვარ მდარი ამითი რა უშელო არ ვიცი. რა მაქვს ხედულობა. თბილისი განიწილება იმ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ეს არის გარდაუვალი ვერ გაკეთდება. ყველა მთელი საქართველოს თბილისში ჩამოვიდა. შეტუხებული, დაჭირებული ეს ბუნებრივია, მაგრამ თავის ადგილზე, თავის რაიონში, თავის კუთხეში დავალ საქმეში, აუყეთ ცხოვრების საშუალება მისცეთ. თბილისი განიწილება. ამაზე დიდი გამოსავალი არ არსებობს. კი ბატონო, რკინიგზის გადაცანა ის კეთილია, მაგრამ მან იმდენი კორპუსები აშენდება, უარესი პრობლემა შეგვექმნება. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ბატონო, ამით სრულდება ჩვენი საეთერო დრო. გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ საქართველოში ფერმერს გლეხს, ანუ არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავის მიერ მოწეული მოსავალი ჩააბაროს ღირსეულ ფასად. ზოგ შემთხვევაში ქართულ პროდუქციას ეს მსხვილი მაღაზიათა ქსელები არც კი იღებენ გასაყიდად და შეკრული არიან, გარიგებული არიან უცხოელ შემომტანებთან პროდუქციის და ამას ყიდიან ძალიან ძვირ ფასად. და ამიტომ ხდება ის გეთანხმებით, რომ თბილისი გაივსო მოქალაქეებით ვერ პოულობს პერსპექტივას რეგიონში და სოფელში საქართველოს მოქალაქე და გამორბის ქალაქში, დიდ ქალაქში. მარტო თბილისს არ ეხება ეს, რა თქმა უნდა, სხვა ქალაქებშიც ასეთი ვითარებაა. ძალიან სამწუხაროა, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ დღევანდელ ეთერში. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომელიც გვირეკავდით, გვისმენდით და გვიყურებდით. მე ილია ჩაჩიბაია ვარ და გემშვიდობებით ორ შაბათამდე.